Გიამბობთ ფესტივალზე, რომლის სახელწოდებაც გახლავთ თაობიდან თაობამდე. თემაზე სასაუბროთ შემოგვერთ და პროექტის დამფუძნებელი ქალბატონი ნატო დავითულია. დილომშვიდობის ქალბატონი ნატო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დიდი მადლობა თქვენთან მოწვევა. დიდი პატივია ჩემთვის. გვადლობთ ქალბატონი ნატო. თავდაპირველად, რა თქმა უნდა ვიკითხოთ სათაურის შესახებ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სათაურია, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველაფერს მოიცავს თავის თავში, მაგრამ განმარტოთ ზოგადად ფესტივალის იდეა როგორ ჩამოყალიბდა და სათაურიც როგორ მიენიჭა. იცით რა, უკვე ბევრი წელია რაც არსებობ და ვაკვირდები ჩვენს ცხოვრებას, კონკრეტულად ქართულ ცხოვრებას. და იმდენი რამ მახსოვს წინაპრებისგან და ასევე მთიან რაიონებში მომეწია მოგზაურობა, იქ ფილმს ვიღებდით რაღაცა მოკლედ და იმდენი საინტერესო რაღაცების შემხვდა, იცით და ვიფიქრე, რომ აი ძალიან დიდი სიმდიდრეა, როცა იმის ნიჭი აქვს ადამიანს, რომ გაიხსენოს და შეიყვაროს მათი წინაპრების მოტანილი დღემდე კარგი საქმეები, ძვირფასი საქმეები, განძია ის, რასაც ჩვენ ვეძებთ. ჩვენ და მომივიდა თავში აზრად, რომ ამის ასე აყრუებას ვერ შევძლებდი უკვე, იცით, პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩემ თავზე და რაღაცნაირად გვერდში ამომიდგა ქალბატონი ლუციკო ჯანელიძე, ლადო ჯანელიძე რეჟისორი და ჩემი მარჯვენა-ხელი, ასევე ბატონი ჩვენი საყვარელი ნიკოლოზ წულუკიძე და მოკლედ ეს ამ გუნდმა შევძელით და ვაკეთებთ იმას, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვეძებთ ნიჭერ ადამიანებს, განსაკუთრებული ნიჭი ვისაც აქვს და ხელი გვინდა რომ შევუწყოთ მათ, იმიტომ რომ ზოგია ისეთი, რომ წინაპრებიდან იცის რაღაცეები, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რა ასაკისაა. იცის მაგალითად ძველი სიმღერა, ან უკრავს კარგად ძველ საკრავზე, ან შეიძლება ისეთ კარგი მონაცემები ჰქონდეს ვოკალური, ან ხატავდეს ნებისმიერ დარგში, ხელოვნების დარგში. განსაკუთრებით მთიან რეგიონებში ეს ძალიან რთულია, რომ ადამიანმა თავისი ნიჭი როგორღაც გამოავლინოს. ის თავის რუტინაშია იქ, თავის საქმეები აქვს და ამავე დროს შეიძლება ისე მღერის, შეიძლება ისე აწუხებს ეს თავისი ნიჭი, რომ აი ასეთ ადამიანს რომ მოძებნი და ნახავ და ხელს შეუწყობ მისთვის ძალიან დიდი მათი ჩართვა ამ ფესტივალში და მოძიება სწორედ ამ აი რამდენიმე მაგალითი შევეროთ მრავლად ვართ მიუხედავად ჩვენი მცირე რიცხოვანი ერისა. იცით, ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით, მე ვიყავი მესტის რაიონის სოფელ ლატალში და მიმასწავლეს, რომ იქ არის ერთი ჯანო კვანჭიანი ესეთი ადამიანია, რომელიც მამაპაპიდან იცის ეს ყველაფერი ხალხური განსაკუთრებულად და თვითონაც წერს სხვათა შორის რთულია დღეს იშვიათად რომ სვანური სიმღერა ვინმე დაწეროს და კარგად ასრულებს საკრავებს და რომ მივედი არ აინტერესებს არც კონცერტზე გასვლა, რაღაც წარმოუდგენლად მიაჩნია და უნიკალური ადამიანი სხვათა შორის ფოლკლორის ცენტრში რო ვიკითხე, იციან რომ ეს ადამიანი არსებობს, მაგრამ მომყვება და აი ფილარმონიაში როცა ვქონდა ჩვენ 16-ში რაღაცა თავი შეიკავა და არ ჩამოვიდა, მაგრამ ეხლა ჩამოდის. და ეს ჩემთვის მიგნება ის, რომ კაცი, რომელსაც ყოველ დღე საქონელს გადენის, იყანაში რაღაც საკეთებს, მაგრამ ამავე დროს დაჯდება და ჩანგზე მღერის და ეს არა ჩვენო და აი საიდან მოდის თაობა. მამა მღეროდა თურმე უკრავდა მამა, ეს ერთი მაგალითს გეუბნებით ამისას და მამამის უთქვია, რომ შენით ისწავლე, შენით და ჩემით ვისწავლეო და უყვარს და იცის ძალიან ბევრი სიმღერები, ასევე კავკასიური ენებიც იცის, ძალიან საინტერესო ადამიანია. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ აი ესეთი ქართველი მთაში სადღაც არ არის ულამაზეს ადგილზეა. და ეს რომ არ გამოვამზეუროთ და ამ შემდეგ არიან ახალგაზრდა ბავშვები, რომლებსაც საოცრად კარგი ნიჭი აქვთ, ხატვის ვიყავი უშკულში, ასევე საშუალო სკოლაში შევედით და გადავიღეთ კიდევაც ბავშვებს ნახატები აქვთ, ისეთი ლამაზი
ისეთი ჭკვიანურად არც იციან რომ ეს ნიჭია. ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ იცი და ეხა გამოფენაზე ჩამოგვაქვს მაგათი ნამუშევრები. სალოტბარო სკოლებიც არიან სალოტბარო სკოლაში მე სხვა შორის ერთ ღონისძიებაზე პირველ ღონისძიებაზე ვერ მოვასწარი ყველაფრის გამოფენა, მაგრამ აი ეხლა უკვე ვიყავი წმიდა ანდრია ახსენებულის სახელობის ტაძარში თემქაზე ბატონი მამა გეორგია იქ და საოცარი რამ ნახე გახსნილია საკვირაო სკოლა სადაც არის ხატვის წრეც ქორეოგრაფიული წრეც ნუ გუზგუზებდა იქ ავრობა და წარმოიდგინეთ ბავშვები რომ სიხარულით მიდის მამაო ხვდება ლოცავს და შედიან და აკეთებენ კიდევ თიხაზე მუშაობენ ბავშვები გავოცდი გამოფენაზე გვექნება იმათი ნამუშევრები და ძალიან მინდა რომ ფართო საზოგადოებამ ნახოს ამავე თეატრის ფოიეში გვექნება 12 საათიდან გაიხსნება გამოფენა და ღონისძიება ჩატარდება უკვე კონცერტი 8-ზე. საკვირაო სკოლების ჩართულობის მნიშვნელობაზეც მინდა გითხოთ ქალბატონი, რამდენად მნიშვნელოვანია საპატრიარქოს ჩართულობა ამ პროექტში და საკვირაო სკოლების. ნუ ეს ძალიან დიდი საქმე კეთდება. მე სხვაგანაც უკვე კონტაქტი მაქვს ბევრთან, თვითონ მირეკავენ, უკვე მეკავშირდებიან. ძალიან მიხარია, რომ აი ასე ჩართეს ახალგაზრდობა. ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე. ჩვენ იმას ვაკეთებთ, რასაც უნდა აკეთებდეს პატრიოტი ქართველი. ძალიან კმაყოფილი ვარ ამით, იმიტომ რომ იქ რო იცის რომ ეკლესიის გარშემოა, იქ რაღაცას ისწავლის ბავშვი, ის ცუცე არ იფიქრებს. მამაო რო დილას დალოცავს რომ შემოდიან ბავშვები და ეფერებიან და მე ესე ნუ მე აღფრთოვანებული ვარ ამით და საპატრიარქოს ოჯახის ალობით ეს ამბავი ძალიან ქალბატონი ნატო, აი ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გითხოთ აუცილებლად კონკრეტულად ფესტივალის შესახებ. 16 რიცხვი და ფილარმონია ახსენეთ უკვე ჩატარებული ფესტივალი და კიდევ წლის ბოლოს იქნება კიდევ ერთი და ამის შესახებაც წელიწადში ორჯერ გაიმართება ხოლმე ფესტივალი. იმდენი მასალაა ყოველთვეში რომ გავაკეთოთ, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია. უნდა მოიარო რეგიონები, დავიწყეთ ახლა ჩვენ დასავლეთით აქეთ მოსავლელი გვაქვს აჭარა, სამეგრელო, გურია, თიანეთი, რა ვიცი. და უსაზღროა ქართველის ნიჭი. ქართულ ოჯახებში ყველგან დევს რაღაც ეს განძი. სხვადასხვა დარგში. ამიტომ ჩვენ პირველი ღონისძიება ჩავატარეთ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ეხლა ვატარებთ ივნისში 16 ივნის დიახ. ეხლა ვატარებთ გრიბოდოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ვამატებთ პოეზიას. იცით რა არის წერთა კავშირში ბატონმა ერეკლე მიმიწვია ერთხელ ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაცია იყო საღლიანმა და იქ მე კი ვიცოდი ეს დაახლოებით რომ ასეთი მდგომარეობა იყო, მაგრამ აღშფოთებულები არიან რომ არ დავკარგოთ ქართველური ენები, სვანური, მეგრული, ლაზური, ეს ჩვენი ენა ქართული, რომელიც უფრო მეტად გავრცელებული, გავრცელდა თავის დროზე საუკუნეების მანძილზე, სხვა ენებიც იყო, რამდენი კუთხე იყო, იმდენი სალაპარაკო ენა იყო ჩვენს მიწაზე და ეს ბავშვებმაც არ იციან, იცით, ახალგაზრდებს უნდა მივაწოდოთ, რომ ეს არის განძი, როგორ შეიძლება დავკარგოთ, დავუშვათ ჩვენი დიდი პოეტების სახელი ან რაღაცა, ეს არის ერის განძი, რომ ჩვენ იმდენად ნიჭერები ვართ ქართველები, რომ ცალ-ცალკე ენა გქონდა წარმოიდგინეთ. ფესტივალი ეხმარება სწორედ ამ ახალგაზრდობას, რომ გაიაზრონ ეს ყველაფერი და თან წარმოაჩინონ თავიანთი ჩვენ გვეყოლება წარმომადგენლები მწერალთა კავშირიდან, შესრულდება სვანურათაც, მეგრულათაც, ლაზურათაც და რა თქმა უნდა ამ გავრცელებული ქართული ენით სიმღერები, ასევე გვეყოლება რაჭველებიც, ქუთაისთანაც გვეყოლება, ახალ სიმღერებს ვეძებთ კიდევ. როდესაც გამოგვაქვს ამ ფესტივალზე ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, რომ ახალი სიმღერა გამოვამჟღავნოთ, გამოვიტანოთ. აი ლაზურს მაგალითად იმღერებს ჩვენი ვარსკვლავი მაია ჯაბუა შეასრულებს ლაზურად ქალბატონ რუსტან სეფსკვერაჟის სიმღერას. ასევე დიდი სიამოვნებით ვიწვევთ მამედოვს, შაბან მამედოვს. ეს არის მარნეულელი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც აოცრად მღერის ქართულ სიმღერებს. ნუ სული აქვს სუფთა ქართული ამ სიმდიდრეში გაზრდილი ბიჭია და იქ ცნობა რომ ესეა. კონკრეტული რიცხვი თუ არის ცნობილი, როდის რა იმართება?
4 დეკემბერს გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში 12 საათიდან გაიხსნება გამოფენა ფოიეში და 8 საათზე უკვე ორგანიზება დაიწყება. წარმატებები მინდა გისურვოთ ძალიან მნიშვნელოვან ქართულ საქმეს საკითხებს. დიდი მადლობა მათ, ვინც ხელი შეგვიწყო და მოგვცა საშუალება, რომ ამას ვაკეთებთ ჩვენ კულტურის სამინისტროს, ქალაქის მერიას. ვერაფრით ვერ გავაკეთებდით მათ გარეშე ვერაფერს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, წარმატებებს გისურვებთ თქვენ და მონაწილეებს ბუნებრივი დაგემშვიდობებით. მადლობთ მობრძანებისთვის, თქვენ კი შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ფესტივალის თაობიდან თაობამდე დამფუძნებელი ქალბატონი ნატო დავითულიანი.